ისევ გამოვიჭირე შვილი კაიფში, კიდევ ერთხელ მეფიცება, რომ ბოლომდე გააკეთა ეს, კიდევ ერთხელ ვიტყუებ თავს, იმიტომ რომ არ მინდა დავიჯერო, რომ ამას არ ექნება დასასრული, მაგრამ სასო წარკვეთილებაში ვარ, ჯოჯოხეთში ვცხოვრობ, არ ვიცი რა ვქნა, აღარ შემიძლია, ასე გამაგებინეთ, არის თუ არა გამოსავალი, რამის არის გავქიშდე. უძვირფასეზო და უსაყვარლესო თანამემამულეებო, კიდევ ერთი ტკივილით ახსავსე წერილი. დედის ტკივილით ახსავსე გულიდან. ასეთი დედები ათასობით არიან დღეს საქართველოში. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი დედა მწერს პირადში და იმდენად სხვენიათ და იმდენად იდანაშაულებენ თავს, რომ თავიანთი სახელების თქმაც კი არ უნდათ. ამიტომ გადავწყვიტე დღეს, რომ მოგცეთ იმედი, დაგანახოთ გზა. დაგანახოთ, რომ მე ვარ თქვენს გვერდით. თუ რამე ცოდნა გამაჩნია, თქვენს გვერდით ვარ, მოგცემთ ინფორმაციას, რაც ვიცი. ოღონდ არ დაკარგოთ იმედი, არ ჩამოუშვათ ხელები. ყველა პრობლემას აქვს მაინც რაღაცა გამოსავალი და ამ პრობლემასაც აქვს გამოსავალი. და რატომ იტანჯებით ასე? იმიტომ რომ როცა ოჯახში ერთი ადამიანი იტანჯება ნარკოტიკებისგან, მთელი ოჯახი იტანჯება, მთელი ნათესაობა იტანჯება, იმიტომ რომ მათი ცხოვრებაც იწყებს ტრიალს. თუ ერთი ადამიანის ცხოვრება ნარკოტიკის და ალკოჰოლის ირგვლივ ტრიალებს, მისი ოჯახის წევრების ცხოვრება ამ ადამიანის ირგვლივ ტრიალებს. ისინი უკვე ივიწყებენ თავიანთ საკუთარ მიზნებს, თავიანთ საკუთარ პრობლემებს. ყველაფერი გადადის ამ ერთ ადამიანზე, რაც რა თქმა უნდა არ არის ჯანსაღი სიტუაცია. და ხშირად ის მეთოდები, რომლებსაც ისინი ხმარობენ, რომ დაეხმარონ ამ თავიანთ ახლობელ შვილს ნათესავს, არ არის სწორი, იმიტომ რომ არ არის ფსიქოლოგიურად სწორი. ეს ადამიანები არ არიან ფსიქოლოგები და არ იციან, ამიტომ აქ დადანაშაულებას არ შეიძლება, მაგრამ აუცილებელია, რომ გაუშუქოთ და დავანახოთ, როგორ იქნება სწორი ამ შემთხვევაში, რომ მოიქცნენ. მაგრამ ამისთვის არის საჭირო რაღაცა მეთოდი და ეს მეთოდი და ეს გზა არსებობს. ამას ქვია პროგრამა 12 ნაბიჯი. ეს პროგრამა 1935 წელს შექმნეს ამერიკაში ალკოჰოლისტმა, პაციენტმა და მისმა ექიმმა და დღემდე ეს არის ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომელმაც განკურნა მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში, როგორც ნარკოტიკებისგან, ასევე ალკოჰოლისგან, ასევე პორნო დამოკიდებულებისგან და საჭმლის დამოკიდებულებისგან და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩემო კარგებო, მე გადავწყვიტე, რომ ყოველ კვირა მოგაწოდოთ ინფორმაცია შემდეგი ნაბიჯის შესახებ. დღეს მინდა პირველი ნაბიჯი განვიხილო და ყოველ კვირა მოგაწოდებთ ინფორმაციას, რა არის შემდეგი ნაბიჯი, რომ შეისწავლოთ ამ ჩემი ინფორმაციიდან გამომდინარე, აუხსნათ თქვენი ოჯახის წევრს, რომელიც არის დამოკიდებული, მიმართოთ იმ ჯგუფებს, რომლებიც არიან თითქმის ყველა ქალაქში. იპოვეთ ქვია AA და აკრიფეთ Google-ში, აკრიფეთ AA და 12 ნაბიჯი და ამოგიგდებთ მისამართებს. შეეცადეთ, რომ მიხვიდეთ იმ ჯგუფებში, მიიღოთ მონაწილეობა, ეს არის აბსოლუტურად უფასო. იქ არიან ადამიანები, რომლებიც თვითონ განიკურნენ ნარკოტიკებისგან და ალკოჰოლისგან და ისინი არიან ამჟამად წინამძღოლები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ, რომ ასევე განიკურნონ. მაგრამ პირველი ნაბიჯი ამ პროგრამაში არის ზუსტად ის, რომ იმ ადამიანმა, რომელიც იმყოფება დამოკიდებულებაში, აღიაროს, რომ მას აქვს პრობლემა და თქვენ მეტყვით, რა არის ამაში ასეთი ძნელიო? ძალიან ძნელია, იმიტომ რომ თითქმის არც ერთ ნარკოდამოკიდებულს და თითქმის არც ერთ ალკოჰოლ დამოკიდებულ ადამიანს ან პორნო დამოკიდებულ ადამიანს არ უნდა აღიაროს, რომ მას აქვს პრობლემა. იმიტომ რომ ეს არის მათი პრობლემის გადაჭრის მექანიზმი. ერთ-ერთი ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი, ესე ვთქვათ, და მათ რო აღიარონ, რომ მათ აქვს პრობლემა, მაშინ მათ უნდა უარი თქვან იმ თავდაცვის მექანიზმზე, რომელსაც ხმარობენ ამდენი წელი და რომელიც მათ შეგნებაში მათ ეხმარება და ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი. ამიტომ თუ არ უნდათ მათ ამის აღიარება და თქვენ ხართ ოჯახის წევრები, თქვენი ვალდებულება ამ პირველ ნაბიჯზე არის ის, რომ ყველანაირად მას დაანახოთ, რომ მას აქვს პრობლემა. როგორ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ? ფაქტებით შეაგროვეთ ფაქტები. იმ პერიოდში, როცა ის არის კაიფში, ან სიმთვრალეში, გადაუღეთ ფოტოები.
როცა გამოფხიზლდება, დაანახეთ, ნახეთ რა მდგომარეობაში იმყოფება. თუ რაღაცა დააზიანა, დააშავა იმ დროს, ესეც გადაიღეთ, ვიდეო, ფოტოები და აჩვენეთ, მერე როცა გამოფხიზლდება. მხოლოდ ფაქტებით შეიძლება ადამიანი დაფიქრდეს და ვეღარ შეგედაოთ. ეს იქნება პირველი და დამიჯერეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როცა ადამიანი აღიარებს, დიახ, მე ვეღარ ვაკონტროლებ ჩემს ცხოვრებას, დიახ, მე ვეღარ ვაკონტროლებ ჩემს თავს. ნარკოტიკმა, ალკოჰოლმა, პორნომ, საჭმელმა აიღო კონტროლი ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს თავზე და მე ვარ ავად. როცა ადამიანი ამას აღიარებს, პირველი ნაბიჯი ამ 12 ნაბიჯიანი პროგრამიდან არის გაკეთებული, უმნიშვნელოვანეს ნაბიჯი არის გაკეთებული და პირველი წარმატება არის უკვე მიღწეული. ამიტომ ჩემი ორი დავალება მომავალ კვირამდე, პირველი გაარკვიეთ, სად იმყოფებიან ეს ჯგუფები საქართველოში, მიმართეთ იმ ქალაქში, სადაც იმყოფებით, თუ არის ეს ჯგუფი, თუ არა და უახლოეს ქალაქში და მეორე დაელაპარაკეთ თქვენს ნარკოდამოკიდებულ შვილს, ნათესავს, ახლობელს. ნახეთ, არის მზად ის თუ არა რომ აღიაროს, რომ მას აქვს ეს პრობლემა თუ არა, თუ არ აქვს, თუ არ არის მზად, შეუგროვეთ ფაქტები და დაანახეთ, რომ ის არის ავად. და აგრეთვე მასთან ერთად აღიარეთ, რომ თქვენ ყველანი ხართ ავად, იმიტომ რომ თქვენც ხართ ავად, თქვენი წუხილით, თქვენი დარდით, თქვენი გამოუვალობით, რომელშიც იმყოფებით, თქვენი საქციელებით, რომლებიც ფიქრობთ, რომ სწორი საქციელებია, მაგალითად, როცა მოგმართავთ თქვენი ნარკოდამოკიდებული და გეხვეწებათ, რომ მისცეთ ფული და იღებთ და აძლევთ ფულს, ესეც მაგალითად არ არის სწორი საქციელი, მაგრამ ამ ყველაფერზე მომავალში ვისაუბრებთ. მოკლედ, პირველი ნაბიჯი უკვე დღეს აგიხსენით და აბა თქვენიცით წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე იქითა კვირაში ამ თემასთან დაკავშირებით. კარგად იყავით.